ახლა კი მოგიყვებით ამბავს, რომელიც გორის წარმატებულ მოსწავლეებს ეხებათ. მესამე სკოლის ეკოკლუბის ეკოფილები წარმატება გორის ფარგლებს გასცდა და საქართველოში საუკეთესო სასკოლო კლუბის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალურ ეტაპზეა. საინტერესოა რა გზა გაიარა გუნდმა ლიდერი პოზიციის შესანარჩუნებლად და რა ეტაპები განახორციელა ასეთი, რამაც სხვა სკოლებისაგან გამოარჩია და 32 ლიდერს შორის მოხდა. ამის გარკვევას დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცარდა. გარდა ამისა, აღნიშნულ საჯარო სკოლას აღმოჩნდა, რომ წარმატება სხვა მხრივაც აქვს 2 მე-11 კლასერი ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძვის. წინ დიდი ბრიტანეთის საგზურები ელოდებათ მესამე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს, ვინ თუ არა თათია გოგოლაძე შეხვდა. ჩვენ ვართ ქალაქ გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები, რომელსაც აერთიანებს აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდები. ამჟამად ვიღებთ მონაწილეობას ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და ვარ ამავე სკოლის ეკოსპიკერი. ეს ანა ჯაფარიძეა, გორის მესამე საჯარო სკოლის ეკოკლუბის აქტიური წევრი და ეკოფილების სპიკერი. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მომზადებული მიმართვა ჟიურის წინაშე სწორედ მან გააჟღერა და გუნდი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფინალში აღმოჩნდა. თუმცა იქამდე გრძელი გზა გაიარეს. მდგრადი განვითარების მიმართულებით განსაზღვრული 17 პუნქტიდან 5 აირჩიეს და საფინალო აქტივობებიც ამის მიხედვით დაგეგმეს. კლუბის ხელმძღვანელის დახმარებით სასმელი წყლის ჰიგიენა და წყალმომარაგების საკითხი გამოიკვლიეს, შეეცადნენ ნარჩენების გონივრულ მართვას, შეიმუშავეს სტრატეგია სიღარიბის დასაძლევად და გაიჩინეს პარტნიორები მიზნების მისაღწევად. განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია კი ფართო აუდიტორიას სლაიდების სახით წარუდგინეს. აღნიშნულ პროექტში ვართ უკვე ფინალისტები და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მიზანი თუ რატომაც წამოვიწყდეს საქმიანობა არის ის, რომ გავზარდოთ საზოგადოებაში თვითშეგნების და ცნობიერების დონე და შევცვალოთ ზოგადად დედამიწის ხვალინდელი დღე უკეთესობისკენ. გუმებია ესენი გუიებია და რამიც იქით კიდევ გავაკეთეთ გზები. მესამე საჯარო სკოლის ეკოკლუბი 700 გუნდს შორის 32 საუკეთესოში მოხვდა. კლუბის ხელმძღვანელი, რომელიც ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია, გვიხსნის, რომ ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც მოსწავლეებმა განახორციელეს, სკოლის ეზოს გამწვანებაა. ამაში კი დახმარება კეთილმოწყობის სამსახურმა გაუწია. გარდა ამისა, მოზარდებმა ფუნქცია დაკარგულ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და მათგან საჭირო აქსესუარები შექმნეს. ამ ხეივანს 2 დღეა დავდგეთ, ეს განხლავთ ნიკო კეცხოველის სახელობის ეკოფილების ხეივანი. იქით ტოიები დავდგეთ და იმედია რომ ესენი ძალიან მალე გაიზრდებიან. აქეთ გვაქვს ბზები და რა ვიცი, ჩვენ გარდა იმისა რომ დავდგეთ, ზრუნვა გვიჩნდება და ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს ყველასთვის სავალდებულო და აუცილებელია ასეთი ზრუნვის ჩამოყალიბება. ეს ერთადერთი კონკურსი არ არის, რომელშიც გამარჯვების მოსაპოვებლად მესამე სკოლის მოსწავლეები იბრძვიან. გადამწყვეტი ტურის შედეგებს ელოდებიან ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებიც. წარმატებით დაძლიეს პირველი და მეორე ტური გეოგრაფიასა და რუსულ ენაში წყალობა ღოლიჯაშვილმა და ლუკა ტეტუნაშვილმაც. ორივე მე-11 კლასელი მესამე ტურის შედეგების მოლოდინშია. თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაში მესამე სკოლის 140 მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა საგანში, თუმცა მესამე ტურამდე ამ ორმა მოსწავლემ მიაღწია. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გავიმარჯვე პირველსა და მეორე ტურში და გადავედი მესამე ტურში. ავიღე 40-დან 40 მეორე ტურში და ეს რუსული საგანში იყო. ეხლა მესამე ტურის შედეგებს ველოდები. პირადად ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი იქნება. ზოგადად ჰუმანიტარული საგნები ყოველთვის მოუწოდნენ, განსაკუთრებით კი გეოგრაფია. ყოველთვის ვსწავლობდი და ინტერესი მქონდა მის მიმართ. და წელს გადავწყვიტე, რომ ოლიმპიადაში მივიღო მონაწილეობა. პირველ ტურში მივიღო მონაწილეობა, მეორეშიც გადავედი და შესაბამისად მესამეშიც. ეხლა პასუხები ჯერ არ ვიცი, მოვიგე თუ არა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მოვიგებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება. მინდა აღნიშნო, რომ ჩემ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ გეოგრაფიის მასწავლებელი თამარ ხოხაშვილს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესითა და მაღალი მოტივაციით ხვდებიან ყველა პროექტს, რომელიც კი გამოცხადებულია უპირველესად განათლების სამინისტროს და შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და აქტიურად იღებენ მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტურის წარმატებით დაძლევისთვის ორივე მოზარდი ბაზალეთში დაისვენებს. ოლიმპიადის მოგების შემთხვევაში კი ცოდნის გასაღრმავებლად დიდ ბრიტანეთში გაგზავნიან. ამ წარმატებით ამაყია სკოლა. ადმინისტრაცია აქტიურ მოსწავლეებზე დიდ იმედებს ამყარებს და სჯერა, რომ ეს მათი შესაძლებლობების გამოვლენის მხოლოდ დასაწყისია.
ძალიან გვასახელეს, მაღალი ქულებით გადავიდნენ მესამე ტურში და ეხლაც იმედია უკვე მიიღეს მონაწილეობა, ამ დღეებში იყვნენ ქალაქ თბილისში, მიიღეს მონაწილეობა მესამე ტურში და თვითონვე აქვთ დიდი იმედი რომ გაიმარჯვებენ და ოცნებობენ რომ დიდ ბრიტანეთში გააგზავნიან ბავშვებს. ჩვენ სკოლაში წლებია ფუნქციონირებს ქალბატონ ლუიზა ცერცვაძის ხელმძღვანელობით ეკოკლუბი, ეკოფილები და ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ ეს მოსწავლეები. ამ ჯგუფში არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც უფრთხილდებიან გარემოს და უწევენ აგიტაციას სხვა მოსწავლეებს, რომ დაბინძურებისან იხსნან ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და საერთოდ გაუფრთხილდნენ ბუნებას და რა თქმა უნდა ეს გზა და ეს სასკოლო პრემიაც ძალიან დროულია, ძალიან კარგია мотиваციისთვის ბავშვების და ამათაც უკვე ფინალამდე მიაღწიეს და ეხლა იბრძვიან ფინალში პირველი ადგილის მოსაპოვებლად. მოსწავლეებს, რომლებიც თავის ასაკში რიგ წარმატებებს აღწევენ, იმედს იტოვებენ, რომ мотиваცია გადამდები იქნება. მათ სჯერათ, ქალაქისთვის სასარგებლო საქმის კეთების პროცესში სხვა თანატოლებიც აქტიურები იქნებიან.